სიმართლე განდობილებზე. ყოფილიყავი განდობილი საიდუმლო საზოგადოების ლოჟის ან ორდენის ხელდასხმული წევრი არ ნიშნავდა უბრალოდ ექსკლუზიურობას ან VIP ადგილის მოპოვებას. ძველ დროში ხელდასხმა იყო არა პრივილეგია, არამედ აუცილებლობა. ეპოქაში, როდესაც ცოდნის მიღება იყო შესაძლებელი მხოლოდ კონკრეტულ დაწესებულებებში ან ლიმიტირებული რაოდენობის ლიტერატურიდან თუ ხელნაწერებიდან, ეზოთერიკოსები და ოკულტისტები უფრთხილდებოდნენ მას. უფრთხილდებოდნენ არა იმიტომ, რომ იყვნენ ძუნწები, არამედ იმიტომ, რომ ეს ცოდნა იყო საშიში. ერთის მხრივ შესაძლოა პროფანს არასწორად გამოეყენებინა ნაწყვეტებიდან ან ყურმოკრულიდან მიღებული ინფორმაცია და დაეტეხა დიდი უბედურება საკუთარ თუ სხვის თავზე. თუმცა არსებობდა მეორე რისკიც, რომ ეს ცოდნა მივიდოდა არასწორ ყურამდე, რომ გიღალატებდნენ. და ერთ დღეს გაიღვიძებდი რომელიმე მოედანზე, ძელზე მიმული და ცეცხლის ალში გახვეული. აქამდე თუ არ იცოდი, რომ განდობისა და მაგიური საიდუმლოს მთავარი მიზანი იყო უსაფრთხოება, ახლა იცი. მოიწონე ვიდეო და გამოგვიწერე თუ გსურს მეტი ასეთი კონტენტის ნახვა.